ბავშვებო, შემოდით კლასში, განცხადება უნდა გავაკეთო. სიწყნარე იყოს. ბავშვებო, დასხედით, მასწავლებელმა რაღაც უნდა განაცხადოს. ის რო არ დამემოწმოს არ შეიძლება. და ჯიქიმანთ. მოკლედ, ოლიმპიადასთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო განცხადება. მას ჭიდაობის ოლიმპიადა? მე დავდივარ ჭიდაობაზე. ჭიდაობის მასწავლებელი ვარ ბიჭო მე? ხო, ჭიდაობით ხომ მას. უყური ახლა ამას. მოკლედ, STEM ოლიმპიადა ტარდება. ვისაც გაინტერესებს ფიზიკა და მათემატიკა, კომაროვის და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი არის. ირჩევა სკოლის გუნდი, იკვრება, ესე იგი, მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით. სავალდებულო არ წასვლა? სავალდებულო არა. არც ხუში დიდი კრიტინია სავალდებულო. ესე იგი, აიკვრება სკოლის გუნდი და დარეგისტრირდება სკოლის სახელით ამ ოლიმპიადაზე. აქვს ვინმე სამ კლასიდან სურვილი? მე მაქვს მას. მარიკოშინ არ გამოდგები შვილო. დიდაშინს არ უთხრა ახლა. მე მინდა მას. ამას ყველგან უნდა. კაი, შენ იქნები ამ კლასიდან. ოღონდ მე სხვა მასწავლებლებთან დაველაპარაკო და ერთად შევათანხმებთ ყველანი. ხო, 10,000 ლარს გადასცემ საქართველოს ბანკი გამარჯვებულ გუნდს, როგორც განათლების მხარდამჭერი. 10,000 ლარში რამდენიც არც მოგვივა მას. მასხარა ეს. 10,000 ლარი რომ მოვიგოთ ჩვენი კლასისთვის კომპიუტერებს ვიყიდით. და მე კაუნტერს ვითამაშობდით სპორტზე. სადახა რომ არისო რა ვერ მოხვედი. გეილოდები აქ ორნაბიჯის წინ ვიყავარ, კაცო ამატანინეს პროდუქტები, ჭამწყდა ხელები მძიმეა. ლედი. შენ რა ძახო? რა ვახარ გოგო? ვაიმე, ინგა ისე ჩაგიარე გოგო რომ ვერც გიწდობდი რო არ დაგეძახა. რას მიწდობდი 40 ლარი გაგჭენი ვარ. გოგო ვერც მე დაგინახე უცბად, ხო? მოიარეთ ქუთაისი? მოვიარეთ, კი, წუხელის ჩამოვედით, ძვირფასი ქორწილი იყო, ისე გავერთეთ, რომ. გაერთეთ, ხო? მეც გავერთობოდი ბალებით. მარიკოს ველოდები, სკოლიდან მოდის ამატამინოს ერთ-ერთ პროდუქტები და. მოდის აგერ. შემაჩამებელი შათი ქულა მივიღე, მასწავლებელმა გამოსწორების გზაზეც გახარო. ყოჩახ შენ. წამოდი ხლა ამატანინე ესენი, იმდენი რაღაცა ვიყიდე, გოგო, 1.40 ლარის, თან ქულებს ვაგროვებ პარატზე და. კი ამბობდა ჩემი მეზობელიც ვაგროვებ მაქულებს და მე ვცვლიო და. კაია ესე იგი. გადასხარებია გოგო რას ამბობ. შენ რო გაქვს ჩემი ვალი 40 ლარი. ჩავთვალოთ რომ ეგ დამიბრუნებით. 40 ლარის პროდუქტებს რო იყიდე 7 წელს განსხვავებულს, დაგერიცხება ორმაგი ქულები, 80 ქულა და 300 ქულას რო ყვეხტები კლუბის წევრი. მაგათ აქციებზე იმებს იმაზე ვნახულობ ხოლმე, ხან Facebook-ზე, ხან მაგათ აპლიკაციაში. 300-ზე გამახსენდა, 300 არაგველზე მაქვს მოსაძიებელი ინფორმაცია. და რა ბიჭია. კარგი ინგაბა და მოგაწვდი მე ამ 40 ლარს ამ დღეებში უსიკვდილოდ. მასწავლებელმა რო წაიკითხა ჩემი მოძიებული ინფორმაცია 300 არაგველზე, მთელი კლასი იცინო და შეხედე. ჩვენი რა დაწერე ეგეთი. მეტროსადგური 300 არაგველი მდებარეობს თვი. ლელა, ნახე ქორწილის ფოტოები. შლაპი კარალიო კი მაქვს ნაყიდი. ასე იგი დამოაყვანინე სამშვილიანი გოგო ცვლად მე არ ვიცი რა. რამე ხო რა ჭამი მეთქი მაგას ვფიქრობ. ეგრე მგონია მეც. ვირისტვინი, ლაპარაკობ ტელეფონზე მე მგონი. გოგო ლიანა იყო მაგათ ქორწილში და თურმე ხალხის უდამშეული წასულა ქორწილიდან იმდენად არაფერი არ იჭმეოდა თურმე რაღაცა გაყიდული ბლინჩიკები ეყარათ მე მგონი მაგიტაზე. რა ბლინჩიკები გოგო ვარაჩოლებრივი ჩახაკული გავაკეთე დილით. ახლა ესეც კუდი არავითარი ბლინჩიკები ხან ორივე არ მომიშალოთ. ვაი გადუხდა წყალი. ელა დამელოდე 2 წუთი რა გეხვეწები. გეხვეწები ვიყიდოთ რა ბლინჩიკი. გამომეცალე ამ ფეხებში ნომერები და. მინდა. არა მე შენ. ნუ მაჭრე ხოლმე ეგრე. ჯოქში ხალხო ისმის ტელეფონში ყველაფერი გამოჩიმა. ლელა, გოგო, კარზია ვიღაცა, ზარს რეკავს ხო და დაგირეკა 2 წუთში რა. კაი. შენ ვარ მიგაციყვდილო მაგის ინგა ნამცხორს ლიასთან მოწყობ თუ ჩვენთან? ლიასთან კაცო, ისეთი ბისკვიტი ამოყავს მაგის გაზის ღუმელს, რომ სიას ჩახედე მიდი შენ რა გიწერია მანდ. მოიცა კიტყვი ნოუთებში მქონდა ჩაწერილი. შუალედური კონსპექტი მაღლივის ჭოურის სამსა. აი აქ არის ნამცხვარი. ესე იგი ერთი ცალი შაქარი კალეთ აიღე ხელში.
აჰა, შაქარი ავიღე, ეს ვანილი. ტრადიციული აქ ამას. კვერცხი ხო გვინდა? კი, 10 წელი. ხო, ეგენი იქით არის. ვა, თიქ შენც აქ ხარ? რა შემოხვედით უკვე? გოგო მოვედი ხომ არ დაჭიმა სახლში ამოდიო ჯერ და მე საღამოს გავიდეთ თუ გინდა. აუ გოგო კი მეზარება დღეს, დამცხარს ვაცხობთ ლიასთან. ნუ ესენია ცხოვრობენ მე უნდა უყურო. გოგო მომისმინე ახლა რა ვალ სახლში მოგიყვები რაც გავიგე ბექასი და ანანოზე. ხო თქვა მოხლა მოსმინე არ დამღობა. ინგა ძლივს გიპოვი ამ სტაფილოსფერ ფასებს დაძებ თუ რასაკეთებ? გოგო ისედაც სტაფილოსფერი და მწვანე ფასები არ არის ყველგან. ისეთი აქციები კლუბის წევრობაზე. მისმინე მანდ ბრძე გვიწერია. რძი, დაიცა. არ წერია. ხო, კაი, მაინც ავიღებ ბახველებს ომარიკოს და დავალევინებ. ომარიკოს როდის ახველებს? კაი ხო, არ ახველებს, მაგრამ ისეთ ფასად არის, რომ სამომავლო ყოლებისთვის ავიღებ. კაი ხო, ჩადი. თეკლე კიდე აქ შემოხვედი, რა მინდა გავიწყდა? ანუ შანსი არ არის საყომდი ვერ მოვიტმენდი აქ ჭორი რო არ კითხე, ა? ესე იგი ბეკას თურმე გუში. ლელა როგორ ახარ, გოგო? მომჯობინდი ცოტა? ცეთა როგორი მშრალი ხვალა დაგიტოვა. არა ვირუსები ამოდებული. იქნება მომჯობინდე ახლა კვირის ბოლომდე და გამომყვებ თბილისის ციგნის დღეებზე წერეთელზე ხო შემბირდი. აი ახლა უწევს კაცო უკვე 14-15-16 ნოემბერიო. ხო, ფაზაკლებებია და 15-ში ჩვენ კბილზე ვარ ჩაწერილები და კბილზე ახლა ჩაწერილი გადაგწერე შემდეგ კვირაში, ახლა ვერ წავალთ ჯერ. აუ, კიო ეს კბილი და როდემდე ვსვა ახლა ეს წამლები? ვერ წავალთ კაცო, ფული აღარ მაქვს მეტი, ხო უნდა ვიყიდო ციგნები, არა ყოველთვის კი არ იქნება ესეთი ფაზაკლებები კაცო. ო, გოგო, ინტელექტის გამომცემლობამ გამოუშვა ის, მე რომ მიყვარს. მარკესის პოლკოვნიკს არავის წერს, ოღონდ ილუსტრირებული ვარიანტი. ხო, ეგ უნდა ვიყიდო თეას თარგმანია. დი, ჩვენმა მეზობელმა თეამ თარგმნა? რა ჩვენმა მეზობელმა თეამ, ბიჭო, გვასალია. ვერ არის ეს რა. მისმინე ლელა, შენ თუ მაინც ვერ მოახერხო წამოსვლა. ინტელექტმა თქვა, რომ საფესტივალო ფასებში გვექნება ჩვენ საიტზე ყველაფერი, ვინც მოსვლას ვერ მოახერხებსო. ხო და გამოწერ მანდედან. არანაირი პრობლემა არ არის, მაგათი საიტი ჩაიწერე intellecti.g. intellecti k. ხო, წერტილი.g. ანუ მაინც ვერ წავალ კბილზე. ხო გახსოვს რა თქვა ექი, მაგრამ არ არის წასული კარიერა. კარიერა არა ჯერ ეგეთი კარიერს. ესე იგი, უნდა მაჩხუბო შენ და ვეღარ წავალ მეთქი, ხო გელაპარაკები, ველაპარაკები ადამიანს და არ მაცლი ესე იგი ლაპარაკი. ფული რამდენი გვაქვს ბავშვებო, რეები მოგვივა. 13 ლარი და კიდე 70 თეთრი. მეც მაგ 2 ლარიანი და ფასდაკლებაა, წვენი მოგვივა. ნახეთ მე კიდე რა მაქვს, დედა ჩემის ორი ნაბიჯის ბარათია, რომ აგზავნის ხოლმე აქ, ვატარებ ხოლმე და ქულები უგროვდება. გუშინ ამბობდა რომ კაი 800 ქულა მომიგროვდა ამას სოფაშიო. ნუ რა ცუდია, ცოტნე რო არ გამოუშვა დედა მისმა. არასდროს არ სადარუშვებს ეგრე როგორ შეიძლება. ცოტნე მე მითხრა რომ დაიწყებთ кейპს, ვიდეოთი დამირეკეთ, ვითომ თქვენთან ერთად ვარო. შემეცოდა. ნუ ცოტნეს არ ვავიდეთ საკეიპოთ, მაგრამ დედა მისი გამოვყურის. ანჩხლეული კალია. ანჩხლეული კი არა, ანჩხლი. წამოდით იქით არის ასუსნაოები. ამას რო აწერია ეს 100 ქულა რას ნიშნავს? ანუ ამ ბარათიდან გადაცვლი 100 ქულას და მაგას იყიდი ნახევარფასში შოკოლადს, აი 2 წელი. და ის წვენიც გადავცვალოთ ქულებში. აუ ზეთის ხილიც რო ვიყიდოთ, მე ძალიან მიყვარს. ვიყიდოთ, მაგრამ მე არ მიყვარს ზეთის ხილი. დედაჩემს და ჩემ და სუყვართ 3 კილოს ჭამენ ხოლმე ერთ დღეში. წამო მოლარეს უთხარი ეგ ქულების გადაცვლაო თუ რაღაცა. გამარჯობა, ქულების გადაცვლა გვინდა ამ ბარათიდან ჩამოჭერით. აი ესენი. გეუბნები გოგო, კარაქია ქულებზე დაიცა გინახო ეხლა. მოიცადე. დაიმე. დედა 800 ქულა მქონდა აქ და 12 რატოა დარჩენილი? დაიმე. ომარიკო, შეხედე შენ კორპუსთან სასტრაფო მივიდა. ო ისე ვალერიძია გახდებოდა ცუდად. ხო. დე ნახე რა ვიპოვე, ჟურნალია და აწერია სოფლის არქივი, რა არის? მაჩვენ ერთი წამი. დაიმე, ეს იცი რა არის? ეს ადრე გამოუშვეს მათ გაზეთად. ჩვენი სოფლის მაცხოვრებლებზეა. სულ წერია ვინ ვისი შვილია, ასე ოჯახებად. დედა. ხადო, ბაბა ვინები არიან? ჩვენ წერივართ. რა ვიცი, მე კი უნდა ვეწერო წეს ჯორინელია ეს. მოიცადე ეს ვინ არის? ბესარიონ მანჯავიძე. ცოლი ნუნუ ერგემლიძე. დედა შვილი ნიკოლაძე რატოვა? რა არის ოჯახი? გვერდი ნახე, გაიოზ ურთხმელიძე. ჯერ გაიოზი რა სახელი და ურთხმელიძე რო იყო, თავსაც მოვიკლავდი. დაიმე მაგათმა მართა თავი მოიკლა. არ მიგვირს. ეს კაცი ვიტალი თოხაძე. რატო წერია გამოქებულად შუაში? მაღლასხვები, დაბლასხვები. აიმე მაჩვენე.
ვიტალი, ეს ჩვენი მეზობელი, ეს კაცი იყო მესაფლავე სოფელში. აი ამის მაღლა ვინც წერია, სვამით დასაფლავებულია სულ ყველა. ხო, თვითონაც გარდაიცვალა მერე და შვილები კი არ ყოლია საწყალს. ერთი ცოლი ყავდა და ისიც ადრევე მოუკვდა, ეზოში დაასაფლავა სხვათა შორის. აუ, ვიტალიზე რაღაც ეწყებოდა ხოლმე მზიაბიბო, ოღონდ აღარ მახსოვს რაღაც. რას და ვეგენი ცხოვრობდნენ კაცო ჩვენ გვერდზე. ხო და ჯერ ცოლი დაასაფლავა ეზოში და მე თვითონაც რო გარდაიცვალა ეს კაცი, აღარ დარჩა არავინ ახლა მე მკვიდრი და მამაჩემა მერე გამოისყიდა მაგათი ეზო და შემოვიერთეთ ჩვენ. მზიაბებო მე მაქალის საფლავზე დარგო ვატნის ხე. ატამი ეზოში რო გვაქვს. ყდარზე ამოსულა და მჭამდი დელი ბავშვობა. ჭამდი და მაგათმით გავაკეთა წელსაც გამბოსტი. აბა ბრაღი და ატამი ბაზარში იცი, ცეცხლი ეკიდა. ხომ წავიკიდებ ცეცხლს. Te აქ წერია ენგური ნიკოლაძე და ეს ჩვენი მეზობელი ენგური ბაბუა? ხო, ენგურიძია ჩვენთან რო იყო თამა და რო ვიკეიბეთ, ხო გახსოვს. ენგურის ყავდა ძმა, რიონი. მამა მაგათი იყო მეთევზე კაცი, ხო, ცნობილი ისეთი, მაგრამ ცოტა უფანტაზიო. რაღა უფანტაზიო, მაინც და მაინც ხაშაყი და კალმახინო დაერქმია შვილებისთვის. უშატა მიმართა საფლავზეა ამოსული. ვაიმე ლელა ისეთ უნდა მოგიყვე, ხა შეიძლება გაგიჟდე და გააფრინო რა. გოგო მომისმინე. ამას წინებზე რომ დაიწერა ინფორმაცია შენ თუ გახსოვს, ღარიბაშვილი მოხვდა კლინიკაშიო. გეხსოვნება შენ. მაგაზე ხანის ვერსია დაწერეს რაღაცა მკლავი დაიზიანა ვარჯიშის დროსო, ხან მხარი გაკრა ფეხბურთს თამაშობ 1000 სისულელი რა, ნუ ეხა ის რაც ხალხს მოუგდეს. ჩემი ნათესავი, ნუ ოჯახის ახლობელი დავარქვათ. მუშაობს მაგ კლინიკაში ეს ქალი. და ჩამიგდო ფურცელი. აი ეს აი დასკვნასაც წერია ხოლმე ხა იქ მე მაგათი ტერმინები არ ვიცი. ფორმა 100-ია თუ რავი რაცა რო გაწერენ პაციენტს ხო წერენ რაღაცა დასკვნას. და მაშინ ამ ფურცელზე წერია რომ თურმე ეს მხარი მართლა მხარი ტკიოდა ხა ადამიანს ტყუილი არ ყოფილა. თურმე გოგო რა ვარჯიში და რა ფეხბურთი. ასეთი ჩანთაროა ხო იცი გადასაკეთი ჩანთები. აი სპორტული დიდი ის ხო აი ასეთი გადასაკეთი ჩანთა ქონდა გოგო და თურმე სავსე ქონდა გათეთრებული ფულით. აი ეს 600 თუ 700 მილიონი გაათეთრა ახლა მაგან და ამ სიმძიმე იქნებოდა თურმე აი დაუკაჩია თურმე აი საშინელ მდგომარეობაში ქონდა მხარი ვერ ამოძრავებდაო ექიმმა თქვა თვითონ ამ დოკუმენტზე ხა ეს დოკუმენტი ჩამიგდებს თუ არა ფოტოს ველაპარაკებოდი და იქნება იმას ავქნა უთხრა არ თქვა არსად ხა შენი ჭირი მე რა რომ რაღაცაების არ მოხდეს ხო რა ვიცი გოგო არ მოსულა სკოლაში აჯ Te ხვალ გეწყებათ ფეხბურთიო მასწავლებელმა, ახალ ბავშვებს იღებენ კიდევ. მიიღებენ ომარიკო აბა რა იქნება, ამ ხელა სტადიონი აიღეს, კაცო. სულ დავათვალიერე ყველაფერი, ხო იცი. განათებები ახალი, ბადეები ახალი, ბალახი ახალი, კარგად გაუკეთებიათ. უკაცრავად ახლები ხართ თქვენს, ახალი ოყური მოვკარი, პირველად მოვიყვანე მეც ბავშვი და უნდა ჩავწერო. ჩვენ ერთი წელია დავდივართ უკვე, ხო? თქვენს დადიხართ ფეხბურთზე? არა კაცო რა მე დავდივარ ბავშვი დამყავს. არა დავდივართ რომ თქვით ეგ გრამატიკულად არასწორია მე ფილოლოგი გახლავართ. გასაგებია. აი აქ უნდა ჩაწეროთ ეს არის მწვრთნელი ბავშვი მიიყვანეთ. გმადლობთ. ომარიკო მოდი აქ. ამ ბავშვთან არის მეგობრად რომ გამოგიყვანე წოდა ფეხბურთიდან. გიო მოდი აბადადექი კარებში პენლებს დაგირწყავ. გიორგი მასწავლებელო ერთი წუთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. ჩვენ ზბორებზე როდის წავალთ? რა ზბორებზე ქალბატონო ჯერ ვარჯიშები არ დაგვიწყია ნორმალურად და ეგ ადრეა ჯერ. ნუ ხა ზოგადად ადრე არასოდეს არ არის ჩემო კარგო, მაგრამ ნუ კაი. იგა შეცახარ, ვაიმე საზონაში დაგხავს გოგო ბავშვი, ვერ წარმოვიდგენდი. ვაიმე ლელა აქ ხარ შენ? გოგო საზონაში დამყავს მეც ბავშვი და ეხლა აქ რო გახსნეს ეს ფილიალი გლდანში გადმოვწერე აქეთ ბავშვი. ხო მეც რო წავიკითხე რომ გლდანის მანეჟის უკან იქნებაო ესე. ისე გამიხარდა რომ ეს ხო ჩვენი კორპუსია. ხო, ჩვენ საქმე არ ვართ გოგო 10 წუთში. შვილო, ომარიკოს აწავიდა. ეგენი შაურმებზე წავიდნენ. რა შაურმებზე წავიდნენ, კაცო? ვერ არის ეგ ბავშვი რა. ომარიკო, საწახვედი ვერ გავიგე შენ. დე ბიჭები წამოვედით შაურმაზე. მე ფული წაიდან მქონდა ვერ გავიგე. შენი ბარათი მე მიდევს ტელეფონის კეიშში. მოხვალ შენ საჭი. წავედი ლელა უნდა გავიქცე. ლია ის თვაფლის ადიყიდე გოგო შენ მაჩვენე ერთი რომელია 3 დღე მაგაზე მელაპარაკება ბავშვი გამაგიჟა რა აჭამე ეგეთი აი ეგენი უკან ამხარესებს მწვანე შეფუთვაში მეც უნდა ვიყიდო დღეს აქციაშია მანამდე აქ შაქარს ავიღებ ხვალ ჯემი უნდა გავაკეთო
ვაიმე აკეთებ უკვე და მე ისე შევწდი შარშა რო არ გავაკეთე რა ეხლა ვფიქრობდი მეთქი კლიავი ჯემი ხო არ გავაკეთოთ კო უყვარს ანასტასიას და შაქარს კიდე რა ნახევარ-ფასში ვგულობ ხომ მე ბორნაბიჩი დაილოცოს ამათი ბარათი ვაიმე ეგარ გამახსოვდა როგორ ეჩხუბე გოშ მაგბარათის გამო გოგო ომარიკოს აბა რა გააკეთა გოგო შაგარდაპური რო იყიდა ბარათი არ უნდა გამიტარო 4 გულა დავკარგე ხო უნდა გავხდე კაცო კლუბის წევრი აი ეს ხვიც უნდა ავიღო კუბიკებად ჭრი ხომ ჩემი განცარო მომდის და პიცაზე ვაყრი ეს უყვარს რო ხო ზოგავ კაცო ადამიანი დაზოგვას რა ჯობია მამა ჩემს უყვარდა დაზოგვა იმდენი ზოგა რო კი მაგაგერ 60-იანი გლდანში ხო მეც პიკას გავარსულ სვანაიდი კაცი იყო ის აბარა უია კარგი ბანანებია ხომ მე წამოავწონოთ მიდი აწონე შენ აგერ ვიდგები სალაროსთან რიგში ამ ბავშვის მერე აი მინე და ამ სალფეტკებზე და საპნებზე თუ აქცია არ წერია ხო ეგ კულებზეა ქალბატონო კულები ნახოთ და გადაცვალოთ მერე მაჩვენეთ აბა ტელეფონი ამდენი კულა გაქვთ მაგას უნდა 200 ხო დაიმე არა ქალბატონო 8 კულა გაქვთ სულ აი ეს რამდენი ღირს 24 და 75 ბარათი გამატარებინე არ მაქვს ბარათი არ ვიცი დედა მე გავატარებინე ბარათს რა პრობლემაა კაცო ჩვენი მეზობელია გიორგი თედო მქვია თედო ხო ლია მოდი აქეთ ვარ